მოკლედ ცხოველთა მონიტორინგის თუ კონტროლის თუ რაღაც ოფიციალური სამსახური რაც არის, ეგ დააგლეჯინებს უპატრონო ძაღლებს ჩემ თავს ერთი კონკრეტული მიზეზის გამო, იმიტომ რომ დავდივარ ქუჩა-ქუჩა, ვიძებ მიუსაფარ ძაღლებს და მათ ვეფერები იმაზე ხაზგასწასმელად, რომ რეალურად არც ერთი მათგანი არ არის. ხუმრობ, რა თქმა უნდა, არავის არ დაგლიჯავს, არც ძაღლი არავის არ გლიჯავს დღეს, არც თბილისში და არც საქართველოს სხვა რეგიონებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმაზე ხაზგასწასმელად სპეციალურად ბავშვობიდან ზოგადად ეგრე ვარ ქუჩის ძაღლებს, აი ყოველთვის ვეფერები, აი ჭკუა მეკეტება ძაღლებზე და რომ ხედავ ქუჩაში ძაღლს, აი ვისთანეთაც არ უნდა ვიყო და სადაც როგორც აი თუ მეჩქარება შეიძლება მაშინაც გავჩერდე და ყველა ძაღლს ვეფერები, მაგრამ ეხლა შეგნებულად ვიღებ ვიდეოს ყოველდღიურად იმის დასამტკიცებლად, რომ რეალურად ეს ყოფილი არის შეთითხნილი ყუილი, რომ თითქოს ისინი ცდილობენ ადამიანის უფლებების დაცვას და ამიტომ დასტევენ და ამიტომ ხოცავენ ძაღლებს და გადაყავთ და სადღაც უკეთეს შემთხვევაში მიტოვებულ ადგილებზე ტოვებენ და გიზიარებთ და დატკბით კიდევ ერთი დღევანდელი ვიდეოთი, სადაც ორ ძაღლს ვეფერები და ერთ-ერთ მათგანში დღეს ხო ბავშვთა დაცვის დღეს შემთხვევით მოხდი რაღაც შეკრებაზე ჩავიარებან და განსაკუთრებით ისე საყოველთაოდ იყო, ერთი 15 ძაღლი იყო, მე 15 არა ვაბუქებ, ახლა 5 ძაღლი იყო დაახლოებით და ესე 4 იყო. ესე მივსხრები იყვნენ და უყურებდნენ იქ ხალხს როგორ დადიოდა, ამთქნარებდნენ, ყოველს თავისთვის ისხდნენ და უყურებდნენ ხალხს და ბავშვებს როგორ ერთობოდნენ და როგორ თამაშობდნენ და გაიხსენეთ, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარი, არ ვიცი და იმ ადამიანებსაც მიემართება ეს, ვინც პანიკაში ხართ და ძაღლების ფობია გაქვთ და ამისთვის მზად ხართ, რომ დახოცოთ უპატრონო ცხოველები. ეს ადამიანებზე მეც მაქვს ფობია და არ ვიცი, ხმა ვითხოვოთ თქვენი გადაყვანა მიუსაფარ დამიტოვებულ ადგილებზე. Omelhão, chugiram chukani khar. Deixa-me.